ეს გზა უბრალოდ მესტიაში არ მიდის. ეს გზა სვანეთის გულში შედის. გზაში არის ამნაირი ჩანჩქერი და ძალიან სილამაზე არის და ასე როდის ჩავალთ ჩვენ სვანეთამდე, კაცეშვილმა არ იცის. რამდენიმე დღეში ვნახე საუკუნოვანი კოშკები. შევესწარით უმაგრეს სიტუაციას, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ავედი კოშკის სახურავზე. ეს ძალიან დაქანებულია. მოვისმინე ისეთი ისტორიები, რომლებიც ბევრმა არც კი იცის. ვერ დამარწმუნეთ, თქვენ მაგას არ გააკეთებდით. აი მაშინ იწყებოდა კონფლიქტი ერთმანეთში. მიყოლებით ერთი, იქით, აქეთ. აი სამხელა ისტორია. 150 გვარი არის სამოწყვეტილი სულმცირე. საღამოს გამოვედით ხამის მესტიის დასათვალიერებლად, რომელიც ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. მეორე დღეს კი წავედით სალაშქროთ და იქ მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, რომ უნდა მომხდარიყო. მზადები სალაშქროთ. ვერ გადავწყვიტეთ ჯოხები გვინდა თუ არა. მე ვფიქრობ, რომ მინდა. ბოლოს კი ჩავედით უშგულში, სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მუდმივ დასახლებულ სოფელში, სადაც შხარას ფონზე სიმღერა და ლამარიას ეკლესია ამ მოგზაურობის მთავარი კადრი გახდა. აშენებულო გვისაო და აშენებულო თვისაო ახლა კი კარგად მოკალათდით, მოიმარაგეთ სასოსნავები, გამოიწერეთ ჩემი არხი და ერთად ვიმოგზაუროთ უბატონო სვანეთში. წავედით. გამარჯობათ, მეგობრებო. არ ვარ დამყოფი სვანეთში და მაინტერესებდა სულ. თუ გვაინტერესებდა სულ. სვანეთი ინტერესებდა და ჩემი დამსახურება არის ჩვენ სვანეთში. მინდა კითხვა დაგისვა, რა მოლოდინები გაქვს სვანეთიდან? თები, ჩანჩქერები, ლამაზი ადგილები და ძალიან მაგარი მოლოდინები მაქვს და ყველაფერს ამას ვნახავთ ჩვენ ერთად. გზაში ენგურხესაც გავივლით, თქვენ არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქება, ზარით ჩართეთ კიდე, არაა პრობლემა, წავედით. გიხარია სვანეთში? ძალიან მიხარია და ძალიან მოლოდინები თვა, რომ სვანეთი იქნება ულამაზესი. ჩანვარ რა ფიქრობ? მარა. მეც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება და ძალიან მაგარი იქნება. რაღაცნაირი მისტიკა აქვს რა სვანეთს ვიდეოებში და იმედია მეც გადმოვცემ ამ ვიდეოდან იმ სვანეთის მისტიკას და იმ აურას და ყველაფერს. გზაში გავჩერდით მაღაზიაში და საჭმელი მინდოდა ან ლობიანი რაღაცეები გვეყიდა, მაგრამ არ მოგვეწონა არაფერი. ბევრი სიარულის შემდეგ გადავედით სამეგრელოში, კერძოდ მარტვილში, სადაც ირმას ძალიან გემრიელად ეძინა, მაგრამ იღვიძებს იქნება უკვე სვანეთში, აი ნაღლება. დრამინა დალია არ მისდამს არაფერსო და შეხედება. 5 minutes later. მარტვილში გავჩერდით და 2 წელი ლობიანი, 1 წელი პერაჩკი ვიყიდეთ, 3 ლარად. წავედით. ულამაზეს ადგილს მოვადექით. აქ ვარ გავჩერებულიყავი, არ გამოდიოდა. აი ამ ადგილიდან დაახლოებით საათნახევარში მივადექით ენგურს, რომელიც ძალიან დიდი არის და არ ველოდებოდი ამ ხელა თუ იქნებოდა. ახთე ბაბამ. იტყავა. ენგურზე გავჩერდით, რომ ვიკითხე, ტური დიდი ხანი გაგრძელდება, თან წვიმამ დაიწყო. დრონსაც ვერ ვაფრენ. პრობლემაზე არა, გავაგრძელოთ ახლა გზა სვანეთისკენ, თორემ ძალიან დაგვაგვიანდება ჩასვლა. ენგურხესიდან მალე გამოვედით და გზაში ძალიან ლამაზ ადგილზე გავჩერდით. სადაც ჩურჩხელა და სიმინდი დავაგემოვნეთ. გზაში არის ამნაირი ჩანჩქერი და ძალიან სილამაზე არის და ასე როდის ჩავალთ ჩვენ სვანეთამდე, კაცეშვილმა არ იცის, ჩემი და ჩურჩხელის სიყვარულის შესახებ გეცოდინებათ ალბათ და უეჭველი ჩურჩხელი უნდა ვიყო. ჩურჩხელა რაღაც. სამი. სიმინდი? სამი. ერთი ჩურჩხელა მინდა, ერთი სიმინდი.
რა ქვია ამ ადგილს? ფოკოს ტერიტორია ქვია ტერიტორია გამას დედოფლის ჩანჩქერი და ვარ. დედოფლის ჩანჩქერი, აჰა. აი შეხედე. სვანური მარილი. სვანური მარილით პირველ აღჭამ ინციმენტს. კონდია? უცნაური გემოა. სვანური მარილის გემოა. ძალიან სამწუხაროა იმა რომ რაღაც 18 საათიან სისულელეზე ხარ და ახლა ვერ შეჭამ. სამზე შეჭამ. სამი მოდი. მოუწადე. რა მეყვარ ჩურჩხელა. Ja, იცი? ქუთაისში რო ვყიდულობ ჩურჩხელებს, თათარაა სხვანაირი. თელამოში არის ნაღდი. იქანა რაღაც მინარევები აქვს და ამას აქვს ნაღდი გემო. ამ დამეწრილი გზებთან ერთად გზაში უამრავი ჩანჩქერი შეხვდა. აი ამ გვირაბის გავლის შემდეგ გავედით მშვენიერ ადგილზე, გადავხვიეთ მესტიისკენ და ხედები საგრძნობლად შეიცვალა. მივადექით თოვლიან მთებს. ერთი სანახაობა აქანა მარტო გზა არის რა, ძალიან მაგარი გზა არის. მიგონება რომ ნახატი არის რა. შემდეგი გაჩერება უეჭველი მესტიაში იქნება. წავედით. გზაში ცხენები შეხვდნენ და ისედაც ლამაზი გარემო და გზა უფრო გაამრავალფეროვნეს. ამ მშვენიერ ადგილებზე ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ. მივადექით პირველ კოშკებს, რომლებმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. რამდენი ვიმგზავრეთ 10 საათზე გამოსული 6:30 არის ახლა რო ჩამოვედით ძალიან ლამაზი არის სხვათა შორის ესტია აი მოვედით აგერ ჩვენ სასტუმროში რა კარგი ნომერია აი აგერ პატარა ვახტი შკაფი ლოგინი აგიდა რა ხეთზე გადის უბრალოდ ნახეთ რა ერთ მხარეს თეთნული და ყურებს, მეორე მხარეს კი სვანური ულამაზესი კოშკები. დიდი ხანი ვიმგზავრეთ, რაფერაც გითხარით, რაღაცა 7 საათი მოგვიწია მე მგონი მგზავრობა. ცოტას დავისვენებთ და გავალთ მესტიის დასათვალიერებლად. აი იმ კოშკებში მინდა ასვლა და კოშკების დათვალიერება. თქვენთვის გავა 3 წამი, ჩემთვის გავა რამოდენიმე საათი ალბათ სავარაუდოდ და ავისვენებთ შემდეგ შემოგეხმიანებით. 1, 2, 3. აი, მეგობრებო სადა ვარ? დავისვენეთ 1-2 საათი. ახლა მივდივართ აი იმ კოშკების დანახავად. იქ არის მუზეუმი. აი იქიდან შესასვლელი. ძალიან მაინტერესებს ახლა შეგნით რა ხდება და იმედია ზემოთაც შეიძლება ასვლა. რამსის ქეხის კარებია. და შავი არის და სავარაუდოდ აქანა ცეცხლს ანთებდნენ. აი ავიდეთ აბა ზემოთ. ერმაგერ ძლივს ამოდის. აიმე მოდი მეშინია გეშინია რა ხდება რამაირად შევიდე აი მეგობრებო ძალიან საინტერესო არის ეს არის ჯიხვის ძვლები რამდენი არის ანუ აქ ნადირობდნენ და აქ ძვლებს ინახავდნენ წავედით ზემოთ რა მოვალმე კამერამენი მჭირდება ახალი ვინც ყველაფერზეა წამსვლელი. რას ფიქრობ? აღარ მინდა. ამოდი. მე რა მოვდივარ? მომკიდე ხელი. ეს კაი, ამოყვანით, ამევიყვანო. აგული. გული.
ირმა არის ყველაზე არასპორტული ადამიანი დედამიწაზე. 3 წელია ვარჯიშობ. სიმაღლეებზე ასვლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. ეს ძალიან დაქანებულია. მართლა ვერ ამბობ. მაგარ უეჭველი უნდა მოხვიდ. აი. ამოვედით თლად ზემოთ. რა მოვედით ხელით კიდე. ვერ ამოდი ხო? აბა გავაყოთ და თლად ზემოთაც ავიდეთ და გადავიხედოთ. აი აქედან გადაიშალა ძალიან ლამაზი ხედები მთელ მესტიაზე. კოშკის თავზე ასვლამ კი ისეთი შეგრძნებები მომცა, რომელიც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. კოშკიდან გადმოხედილი მესტია კიდე სულ სხვა არის. ულამაზესი იყო ყველაფერი. ევედით? ზაფერ მოგეწონათ? ძალიან კარგია. კოშკზე პირველად ახართ თუ მეორე თუ მესამე? მეორე. მე ბევრი. ყველა კოშკი ერთნაირია? არა. არა, სხვა. კარგად. კარგად. ძლივ ჩადიხარ. რამდენი კოშკზე აპირებ ასვლა? ბევრზე. დალოცე და დალიენით. ოკეი. მე просто არ სვამ, იმიტომ ძალმა მიკბინე და შავი გამიგოსტორია, ხო მაგას დათვა? აუცილებლად. ბარი. აბა ეხლა მუსიკა ჩავხო. აჰა. ანუ ეს არის თქვენი გამოხდილი, ხო? დიახ. ჭაჭა არის? ბაჭა როგორ ჩოლებრივ? აგი. რამდენი გრადუსი ანუ არ მომკლავს, ხო? ეს მოკლავს კი არა, კაი ხასიათზე. აჰა, გასაგებ. აგიმარჯოთ, დაგლოცავთ. აგიმარჯოთ. მადლობა. კარგია, კარგი. მე ერთადერთი მუზეუმი ამ სოფლიოში, მოდის აქ, უფრასოდ სვამე რამდენიც უნდა იმდა. ეჰე. უყურებ. ო, რა კაი დასალევი არის. ამიტომ რომ ჩემი გამოხდილია. ხო, ოკეი. უნას დავალევი. გაგიმარჯოთ. გურულებმა იცით 80-იანი ეს დალევს კაცი და ჩვენ ვსვამთ მასე. ეხლა ისიც მაქსვება რა კოშკზე მიდიან იქ ესეთ უნდა იყოს ცოტა 42 გრადუსი ნორმალურია. კაი ხასიათზე რა ვიყოთ, ხო? ხო, ეხლა იმას რომ დალევ 80 გრადუსიანს მე კოშკზე და ამბები ის პასტია. მემოთ ჩამოსულებს დაგვხვდა კოშკის მეპატრონე, რომელმაც არაყი დაგვალევია. შემდეგ ერთ-ერთი ექსკურსიის წევრს დაბადების დღე ქონია, მიულოცეთ, ბავშვება იმღერენ, შემდეგ იცეკვენ, ერთი სიტყვით მაგარი დრო გავატარეთ. მინდა გიყვარდე მაინც ჩემო ლამაზო ჩემო ლამაზო ბრავო! საუბრერო დამაიდა საუბრერო დამაიდა ბრავო! ბრავო! მაგარი იყო. ამნაირი დაბადების დღე მინდა მეც რო იცოდეთ. ამ ბევრი ტურისტები დადიან, ხო და ხვალ დაუბრუნდებით და ხვალ გეტყვით ამ ადგილის ისტორიას ყველაფერს. რატიანების მუზეუმი არის ეს აქ, ხო და თან მაგარ სიტუაციას შევესწარით, კი ნახავდით, კიდეც დავლიეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და ძალიან კარგი გამოვიდა. მოკითხვა აქედან ყველას. მე კიდე ახლა ხვალ შევთანხმდი მოსვლაზე და ხვალ დილას დავბრუნდები. და ამ ადგილის ისტორიას მოგიყვებით, სხვათა შორის ძალიან მაგარი ისტორია აქვს და მოუცადეთ და ნახავთ. 1 2 3 მოვედით. წევიდეთ ახლა და დავათვალიეროთ შეგნით და ისტორია მოვიცნოთ ამ ადგილას. Cheers. It's one of the South National my families. It cheers home. 52%. You can try this. მე მინდა დავლოცო ესტუმრები, ფინეთიდან არიან, ხო? დიახ. მინდა დავლოცო, იმიტომ რომ ესენი აკეთებენ ძალიან მაგარ საქმეს, როგორც თქვენ განიცი ახლა მე. ვინის სამშობლოა იცით საქართველოს და თქვენ დაინტერესებული ხართ და გაგიმარჯვეთ, კარგად იყავით. სიკეთე ყველაფერი კარგი იყოს თქვენსკენ და ჩვენ
ჩვენთან სვანეთში ვინ არ იყო, მაგრამ იყო ზატო ეს კერის არაყი და იქიდან დაგვოცავთ. გამარჯობთ, cheers. გამარჯოს. Nestia, thank you so much. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი სახელი? გიორგი რატიანი განაცალე. ძალიან სასიამოვნოა, მეც გიორგი მქვია. სეხნია ძალიან კარგი. და მაინტერესებს ახლა ისტორია ამ კოშკის და საერთოდ ყველაფერი. მიხარია თემოსლა, ვერიქში რომ გაინტერესებს ჩვენი ეთნოსი, ქართული კულტურა ეს ამასთვის გიხდი დიდ მადლობას, რომ ასნობთ ხალხს, როგორ ცხოვრობდა ჩვენი ხალხი ჩვენი საუკუნეების წინ და ეს ძალიან დიდი მადლობელი მაგაზე. კოშკი არის, ჩემი გვარი არის რატიანი, ეს არის საგვარეულო კოშკი. რატიანების გალაშა. გალაშა ერქვა ჩემ წინაპარს. კოშკი არის მე-11 საუკუნეში აშენებული, თავდაცვითი ნაგებობა, 22 მეტრო არის კოშკის სიმაღლე. ერთადერთი კოშკი არის მესტიაში, ვინც ქალმა აშენა. დაძმა იყვნენ ბერიანები, ყალატოზები და მშენებლები. ჩვენებმა დაიქირავეს ის დაძმა და აშენებინეს კოშკი. მერე გადაუხადეს საფასური, ხარები, მიწა, ოქრო, რაც საჭირო იყო მაშინ. გარედან მხრიდან ქალბატონი აშენებდა, შიგნით თავისი ძმა. რო შეხედა ძალიან ლამაზია ესეთი. ეს გამორჩეული კოშკი, ერთ-ერთი საჩვენებელი კოშკი მთელ სვანეთში. ძალიან ესთეთიური არის. ეს არის ჯიხვი, ჯიხვის ძულები და არჩვის ძულები. ჩვენს ქართულ ეთნოსში ეს ეთნებოდა ახას ანადირები რო იყო ტოტემური ცხოველი და არ ყრიდნენ მაგის ძულებს. და ვინც იყო ჩემი წინაპარი მე-10 საუკუნიდან ალაგებდნენ საუკუნეების განმავლობაში მეორე სართულზე, როგორც რელიკვიის სახით. როცა მიდიოდნენ, ბაბუა ჩემი გლოცულობდა, შესთხოვდა. ხო არის ჩვენ ეთნოსში დალი ნადირების ქალღმერთი, რომელიც ფარველი იყო ჯიხვების და მონადირების და როცა მიდიოდა, აი ნადირობა რო წასულიყო კარგად, შელოცავდა. როცა დაბრუნდებოდა კიდო, მადლობას უხდიდა. ესეთი ადგილია საკმაოდ მნიშვნელობის. აი ესეთი არის იქ და ძაღლთა კატას ვარ შეეჭამა ერთულები, იქ ალაგებდნენ. ეს ფუნქცია აქვს ახლა იმას. ძირითადად გაცული არის ეს კოშკი თავდაცვითი ნაგებობა. იცით ახლა გიორგი თქვენ ეს არა მაინც გეტყვი. პირველი მტრების შემოსევების დროს. თავარი. აქედან არის კაბარდო-ბალკარეთი, რუსეთი, ნალჩიკ, ჩეგეთ ესეთი ქალაქები არის და იქიდან შემოდის საფეხმავლო ბილიკები, ასეთი ოდნავ ძლივ შიგრძე გამოიარო რა, თებშუა. და ესენი აკეთებდნენ თავდასხმებს, მუსულმანები. აი მაშინ ქალები, ბავშვები კოშკში აყავდათ, პირველ სართულზე ჰქონდათ მარაგი წყლის კოშკზე, წყლის და მაგისი რო არ დაეწყო ძებნა მაშინ. და ბოლო საომარი დანიშნულების ასეთი პატარა ფანჯრები აქვს. ქალები და ბავშვები კოშკში თვითონ იქ იყვნენ, რო არ შემოეშვა. ეს პირველი. მეორე კონფლიქტი ერთმანეთში. იცით ახლა სვანების ამბავი. ყველა ქართველებში, მაგრამ ძალიან იმად იყო ეს სისხლის აღების წესი. ორ რაღაცაზე იყო ეს ძირითადი. პირველი ქალბატონების გულისთვის თუ გოგონა გათხოვდებოდა, ქმარი ცუდად ექცეოდა, უმიზეზოდ გააგდებდა. ძმები მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რატო აკეთებთ მაგას, რაშია დამნაშავე, თქვა, ჩვენ ის. თქვა, იქ არაფერი არ იყო, მერე კონფლიქტი იწყებოდა. ერთმანეთში შოღული. მეორე მიწა. თქვა, მიწა ვინმე ძალით წაართვა ვინმეს, აი მაშინ იწყებოდა ეს კონფლიქტი. და რო არ გადასდილიყო ომში ესა, აგზავნიდნენ უხუცესებს, ვინც დაეწყო თქვა კონფლიქტი, რომ შერიგებას თხოვდნენ. რომ მიდიოდნენ ეს უხუცესები და ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გამოგვზავნა ამ გვარმა და თქვენთან უნდა შერიგება. მაშინ ისინი ეუბნებოდნენ, კარგი, თუ შერიგება უნდა, ბაზარული მხარე ეუბნებოდა, დააყენოს ჩემ ადგილზე მისი თავი რას გააკეთებდა. მაპატიებდა, არ მაპატიებდა, გააგრძელებდა ომს თუ არა. თუ კი მეორე საკითხი, 12 ადამიანი უნდა მოეყვანა იმ გვარს. ისინი დაუდგენდნენ. ყველა გვარიდან თვითო. ისინი უნდა მისულიყვნენ ეკლესიაში და ხატის ქვეშ ფიცი დაედოთ, რომ აი თქვენ რო ყოფილიყავით, ჩვენ როგორც თავდები, ესე იგი უდგებით ამ გვარს, რომ გაპატიებდა თქვენ ეს გვარი. აჰა, სიტყვაზე იყო ანუ დამოკიდებული ეკლესიაში ხატის ქვეშ. თქვათ ისინი შედიოდნენ, მაგრამ დარწმუნება იმათი ხა წარმოიდგინე. უნდა ვიცოდე, რომ 100%-იანი შენ მაგას გამკეთებელი იყავ. თუ შედიოდნენ უკვე დარწმუნდა ეს ხალხი, მერე უკვე ფიცი ორივე მხარეს დააფიცებდნენ, რომ დღეიდან თქვენ იქნებით მეგობრები თავდებოდა. მაგრამ თუ 12-დან ერთი არ შევიდა, თქვა რომ მე თქვენი არ მჯერა. და ეხლა მე თქვენ გულით ის ეკლესიაში არ შევალ. ვერ დამარწმუნეთ, თქვენ მაგას არ გააკეთებდით. აი მაშინ იწყებოდა კონფლიქტი ერთმანეთში. მიყოლებით ერთი, იქით, აქეთ. აი სულ ისტორია 150 გვარი არის ამოწყვეტილი სულ მცირე. ესე იგი უხუცესებმა ვერ შეიყვანეს ეკლესიაში. არ დაუჯერეს და მე ერთმანეთს
დაერიგდნენ. მაგ შემთხვევაში რა მაინტერესებს ქალებსაც, ბავშვებსაც, არა, ყველას ქალები და კლავდნენ? ბავშვები მოხოცები ხელშეუხებელი. ანალოგიურად ეს იყო ქალის ამბავზე, მიწის საკითხზე და სხვა რაღაცაზე არ იყო. ძირითადად სარჩული იყო ესე იგი ამ კონფლიქტის ეს ორი. უზდელად მოქცევა ქალის, შენთვის რაც არ გინდა ცუდი, სხვას არ უნდა გაუკეთო. თუ გაუკეთე, მე პასუხს აგებინებდნენ. ნუ ყველგან ასე არის, მაგრამ აქ იმდენი. ეს არის ბაბუა ჩემი. გრიგორატიანი. აი ყოველთვის ესე იგი ყოველ ღამე დაგვაჯენდა ჩვენ ძმებს ყველას, პატარებს და გვეუბნებოდა ისტორიას. ერთი და იგივე ისტორია. ყოველ ღამე ისტორია ჩვენი ვინ ვართ, ვინა ჩვენ ნათესავი, ვინ ესეთი ყოველ ღამე. მეუბნებოდი რომ ბაბუ ეს ძალიან ცუდი არის, როცა ისმენ ბავშვი ასეთ სიტუაციებს გლობებს, მეთქი ძალიან ცუდია მაგი მეთქი და რა მითხრა იცი? აი მისი მენტალიტეტი. ეს კარგიცაა და ცუდიც არისო. მეუთხარი ვიცი ცუდი არის, მაგრამ კარგი რატო არის? ერთი ის მომიყვა ეს რაღაც. თქვა შენი დაიკო, სრულიად უსაფუძვლოდ გააგდო ქმარმა. არნაი მიზეზი. შენ თუ მაგას აპატიებდიო, სხვაც ასე გაეკეთებდა ჩვენ გვარს და შენ ვერ გამოხვიდოდი სახლიდან. გეტყოდა აი შენ. შენი და ასეც და შენ აქ რა ბევრს იმაშვები. თქვა მიწავინმე წაგართვა, რეაქციას თუ არ მოხდენდი. სხვაც ასე გაეკეთებდა შენო და დარჩებოდი იმის გარეშე და აქ თუ მიწა არ გას, მაგრამ ცხოვრობდი და ასე ცხოვრება ჯობია ასეთი. დარჩაგრული და მიდიოდნენ ბოლომდე. აი, თავისი მენტალიტეტი. გამოყარეობის და კაცობის და აი შერცხვენის. აი ეს იყო ძირითადი რომ არ ეთქვა თუ აი ესეთი რაღაცა თქვა ვინც არ უნდა იყოს რაშუაშა სვანი, მეგრელი, რა ვიცი, აჭარელი. როცა ასე მეექცევი შენ და ყველა პასუხს გაგებინებს. კი. ზოგერანაირად აქ ესეთი წესი იყო რომ ეხლა ქვემოთ ჩავიდეთ ჩვენ მუზეუმი არის მეათე საუკუნის სახლი, სადაც ხალხი ცხოვრობდა საქონელთან ერთად, აგიხსნით ეხლა მაჩუბი მუზეუმი. ჩავედით ქვემოთ, სადაც ვნახეთ თუ როგორ ცხოვრობდნენ ძველი სვანები და უამრავი საინტერესო ისტორიები მოვისმინეთ. აქ რა ხდებოდა? ესე გიორგი ეს არის შუა საუკუნეების საცხოვრებელი სახლი, მაგას ქვია სვანურად მაჩუბი. აი ამ სივრცეში ცხოვრობდა ხალხი საქონელთან ერთად, ის იყო ჩემი წინაპრები, აი აქ. აქედან გასასვლელი, შემოსასვლელი ქუჩაში პირდაპირ გადიოდნენ. აქ ხარები ყავდათ. აი აქ ძროხები, აი იქ ცხოვრები, იქ ნახე ცხოვრები. ეს არის ყველაფერი კვამლისგან დაკონსერვებული. აი აქ იჯდა ოჯახის უფროსი, ქვია მახში სვანურად, აი აქა. ოჯახის უფროსი ვინც განაგებდა თავის გვარს. ასე დაჯდებოდა ასეო. რასაც ეთყოდა იმას აკეთებდნენ. მაშინდელი ფიქალის ქვა, ეგა ქვემოთ ანთებდნენ ცეცხლ და მაგაზე აცხობდნენ პურს, ხაჭაპურს, ყუდას ამ ქვაზე, როგორც პლიტა ისე. წარმოიდგინე ხო ქვემოთ ცეცხლ. ახლა შავდნენ ხორცს. ეს არის კონსტრუქცია, ერია შუა ცეცხლი, იცი მაგ გიორგი? ეს კონსტრუქცია აკეთებს ორ რაღაცას, ერთი ცეცხლის საწინააღმდეგო და მეორე სავენტილაციო სისტემა. ეხლა ნახე, ახლა ცეცხლი მთებოდა, აქ ხორცს ხარშავდნენ, აქ პურს და იმას აცხობდნენ. ესენი არის ჩადებული ფიქალის ქვები, ნახე თხელი. ეს ქვები? ჩალაგებული ქვები ნახე რა. თავიდან ბოლომდე ჩალაგებულია ქვები. ახლა ცეცხლი მთებოდა, რო არ ყოფილიყო ნაპერწყლის გამო ზემოთ იყო თივის მარაგი. რო არ გასწრებდა ცეცხლი. ეს იყო ღია ყოველთვის ზამთარში ერთი ფანჯარა, როცა აქედან ქარი უბერავს, ეს კონსტრუქცია აკეთებს ვენტილაციას. ამი ასეა. ატრიალებს ზევით, ადიოდა ერთი იქა გიორგი ნახე იქა ერთი, მეორე იქა და იქ ნახე ფანჯრებია კიდე იგივე. ისე კი ამის ქვემოთ არ არის კვამლი, არის მაგრამ ოდნავ. ცოტა ისე რომ არ არის ისეთი. ეს ატრიალებთ, ეს იყო სისტემა. ცეცხლის და სავენტილაციოს. აქ არის ცხენი, ნახე გამოჭრილი გემო და აქა იქა. რომელ ოჯახშიც იყო ცხენი, ის ითვლებოდა ძლიერ ოჯახად, ესეთი. და ცოტა ისეთი ოდნავ ისეთი რაღაცა ხარის იერარქიის რაღაც დონე იყო. არა იმდენად არაფერი, ჩვენ ხო უბატონო ვიყავით, მაგრამ რაღაც ოდნავ მაინც იყო ისეთი, ნუ ცოტა ისეთი. კოშკების აშენება ყველას კი არ შეეძლო. ძლიერი გვარი უნდა ყოფილიყავი და ისეთ შეძლება. წარმოიდგინე მაგის აშენება მე-11 საუკუნეში. ეხლა ყველაზე მთავარი რაც დაგაინტერესებს შემიგიცი. აი არის დედაბოძი, რომელიც იწეს კონსტრუქციას. აი ჩემმა წინაპრებმა გააკეთეს სალოცავი ადგილი, რომელიც არ სადარაა. არც საქართველოში, არც უშგულში, არც კახეთში. ერთადერთი ორიგინალი, რომელიც არის საქართველოში. აი ნახე, გამოუგეს იმ ბოძს შუაგული და ნუ თუ შეგვეციოთ ჩვენ ერთ საქართველოს თქვენ განსაკუთრებით ასე რომ დაინტერესებთ ეს ისტორია. აი სანთლები ინთებოდა მაშინ, ეხლაც და გლოცულობ ჩვენ. დიდი ღმერთი, თავარანგელოზი, წმინდა გიორგი და ბოლოს ქერის არაყი ქონდა სხვა არაფერი და ის თაფლისგან აკეთებდნენ. აი ნახე გიო, აქ ვინ ცხოვრობდა, ეს იყო მათთვის მარტო ესეთი საიდუმლო ადგილი. ნახე მაშინ როგორ იყო. ეს ასე შედიოდა, ასე
მთლიანად ამის გარეშე ეს უნდა მოიხსნას ესენი მოსახსნელია. აქ ხარ ჩანს არაფერი. ასე უნდა შეივსოს ყველაფერი ესენი და არის ერთი კონსტრუქცია მარტო გამიგე საიდუმლო ადგილი. ეხლა მე ვიცოდი რომ არ იყო სვანეთში, მაგრამ სხვაგან რო არ იყო ეს არ ვიცოდი. აქ მოვიდა ვაჩეიშვილი იყო მინისტრი კულტურის გადაცის. კაი ბიჭი ესეთი. შემოწმებაზე რაღაცა და რო შეხედა მაგას ერთი ხუთი წუთი იყო ასე აქ იდგა ასე და უყურებდა ასე. აი მითხრა ის ხო მაინც ისტორიკოსი იყო, პროფესიით ისტორიკოსი ყოფილა. ეს გია არსად არ არისო თქვენ სახლის გარდაო არც საქართველოში. ახლა ბოძი ყველგან არის, მაგრამ ესეთი რაღაცა რო ძალიან საინტერესოა და დამაგული. აი ესე. ამაში ცომის მოსაზრელი გინაცოლე და მე აცხობდნენ იგერ პური ხაჭაპური იგერ. ემაში მარილი, სვანური მარილი. ესე იგი სვანური მარილი არის სვანების გამოგონება. ახლა რატო გამოიგონეს? ჩვენთან საერთოდ სვანეთში მარილი არ არის. აი ტერიტორიულად ჩვენთან მარილი არ არის და იმიტომ ქონდათ სვანებს იოდის ნაკლებობა და ჩიყვი. და აი სვან მარილის გულისთვის მიდიოდნენ ქუთაისში, ზუგდიდში, რა ვიცი, კვირა ერთი კვირა იქითკენ, თებზე ერთი კვირა აქეთ. 1 კილო მარილი ღირ და 1 კილო ოქრო. წარმოიდგინე ახლა ოქროს ახლაც ზამთარში ზოგიერთი ადგილები არის ელი და რაღაცა იმაშვებიან. და მე გამოიგონეს მარილი, აი როგორ, სვანური მარილი. 1 კილო მაგალითად მარილი და მთელი ინგრედიენტები ეს. და აბევრებდნენ აი ესე თავისი მითი, აი წიწაკა, ეს რაც არის, ну რაც არის 7 ინგრედიენტი არის, ნიორი, წიწაკა, ქვასანახში დააყავდნენ. და ორი ინგრედიენტია, რომელიც ჩვენ ახალებ მარტო იციან. თაში მოდის გიცრული. იმის გარეს სვანური ფერი არის. აი ეს აძლევს არომატს და ეს არის რაც სამკურნალო არის ის. ახლა რო ყიდიან სვანურ მარილს ბათუმს ის სიმართლე საიდან იციან? როგორ კეთდება ეს? თან არის ეკოლოგიურად სუფთა. გიცრული ახლა სადიშოვე. თაში არის ყველგან კაცო, მაგრამ უნდა წახვიდე. სპეციალურად მაგისთვის რომ იმას ქნა. რაც შეეხება მაგას. ეხლა ეს არის ძალიან საინტერესო. მე ეს ყველაზე მეტი მომწონს ჩვენ სახში. ეს არის ხეზე კვეთა შესრულებული ორნამენტები. ეს არის ნახე კვამლისგან დაკონსერვებული. შეხედე როგორ შედის კვამლი. ქვასავით არის. აი ნახე ეს ნიშნავს მზე, ეს ცისარტყელა, მზის ამოსვლა. ესენი ვარსკვლავები, ეს მზის ჩასვლა. ეს არის ვარსკვლავების კალენდარი. აი ჩვენმა წინაპრებმა ქართველებმა სვანებმა მე რა ვიცი. აი ვარსკვლავების მიხედვით და მთვარის მიხედვით საზღვრავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, როდის ტყეში მასალაზე, როდის დაეთესათ, როდის რა გაეკეთებინათ, ეს არის ესე იგი მაგისი ციკლები არის, მაგრამ მე არ ვიცი. მე მახსოვს, ვარსკვლავი ხარ ქართული. სვანურად კი ამტყვას კი ესე როგორ დაგონე ნათების იმას გავს. როცა ესეთნაირი გამოჩნდებოდა, აი ესეთი ახსოვს პატარა ვიყავი და აი ესეთი მიახლოებით ესეთი რაღაცა ბაბა მითხრა რომ ესეთი რო გამოჩნდება მაშინ უნდა წახვიდეთო ტყეში მასალაზე და გამოდის ესეთი ძალიან კარგი გამძლედა და თუ წახვალ სხვა დროს შეიძლება ვერ გაგოს 2 წელიც იმ მასალამ და ამ დროს რო წახვალ თვარაზე და იმაზე აი თელი მეგი ხო იყო დიდი დაკვირვებით და წინაპრების გადმოცემული ეცოდინებოდა და როგორ იყო მაგალითად თეთრმუდი არის ვიცით მთა თუ საღამოს წითელის კონდა ზემოთ უკვე მეორე დღეს კაიამი იქნებაო ბაბაჩემი თუ შაიღრუბლები თეთრმუდზე უკვე 2 დღის მერე იწყება წვიმაო და ასე ზუსტად ასე მიდიოდა დაკვირვებით ეძინათ ამის ზემოთ საქონლის ზემოთ საქონლის ზემოთ ეძინა სიტყვაში აგერაგი 25 კაცი ცხოვრობდა ერთი ოჯახი აი ეს იყო ჩემი ერთი ოჯახი ჩემი წინაპრები ყველა ერთად კაცი აქ ხო და ეძინათ ამის ზემოთ ხო ეგ არის წყლის გასასვლელი სისტემა ეს მარტო არის სვანეთში არსად არა ეს აი განახე ხლა როგორ ეს არის ამოშენებული ასე ქვით როდესაც ქალები რეცხავდნენ ტანსაცმელს ან რაღაცას რო არ გასულიყვნენ გარეთ ეხლაც მუშაობს მაგი ჩაასხამ წყალს და გადის ეს სვანეთში არსად არა ეგა და ეგას დედაბოძი არის მაგრამ თვითონ ეს სალოცავი ძალიან საინტერესო არის ყველაფერი ხო ესეთი და მესამე სართული რო გული რო არის იქ განცალკეების ოთახი ხო ხალხი ცხოვრობდა მაინც რაღაც თავის სიტუაციები ale შეეუნათ სტუმარი მეოთხე სართულზე თქვა საშუალება როცა იყო ზვავის 100 არის აშენებული კუთხით თისკენ ეს კოშკები და მაშინ აპობს ასე გამიგი და იცოდნენ მაშინ თებერვალში როცა თოვლი დნება და ფრთხილად იყვნენ და ადიოდნენ მაშინ აი ეს დანიშნულება აქვს ამ კოშკს ეს კოშკები რო არა ერთი სვანი წოცხალერ იქნებოდა სან შერიგება არ მოხდებოდა იქ იყვნენ შეფარებული ერთადერთი არის მსოფლიოში ალბათ რა ვიცი ჩვენ ვიყავით უბატონო ჩვენ ბატონი არ ვყავდა ერთადერთი ვისაც უჯერებდნენ ესენი იყვნენ ჩვენი მეფეები სვანები ყავდა პირველ დამტყმული რაზმის მაგალითად აი თამარ დედოფალს თამარ მეფეს აი არის კიდე უშკულში რეზიდენცია კოშკი ზამთრის რეზიდენცია და ზაფხულის რეზიდენცია მადლობა რომ ასე გაინტერესებთ თქვენ
არა, ძალიან საინტერესოა და ხალხსაც დაინტერესებს. ნახავენ ხალხი, ესე ცხოვრობდნენ ჩვენი ხალხი. იგი ბევრს არ ეწოდინება ეს ისტორიები და არსად არ მინახია YouTube-ზე მაგი და ჩვენთან იქნება მარტო. არგენაც არის ჩემი თავი. ეს მარტო ჩემი ისტორია კი არა, ეს არის ჩვენი საქართველოს ისტორია. ჩვენ ერთი ვართ, რაშუაში ხარ სვანი, კახელი, მეგრელი. ისტორია ჩვენ ერთი ვართ, ერთი ისტორია. და ძალიან განვითარებული ხალხი ისე. რა წარმოიდგინე განვითარებული იქნები, ეს კოშკს ვაშენებ. თან როგორია, ეცი კოშკს ქვემოთ ესე აქვს, ნახე? 28 მეტრი ხო არის, ქვემოთ ასე წაწვეტებული. ცა მიწისძვრის საშუალება აქვს ადგილი, რომ იქით იმას ქნას გამიგე? აჰა. ამაზე ყველაფერი გათვლილი არის. იაპონელებმა ახლა მარტო გამოიგონეს და ჩვენ მაშინ იცოდნენ მაშინ იცოდნენ მე-11 საუკუნეში. ინჟინერები წარმოგიდგენთ მაგასე გართულა ამხელა ქვების წყობა მერი ამხელა ისტორია გვაქვს და ადგენა ეს 4 წელი აშენებდნენ კოშკს. ბაბა ჩემმა ასე მითხრა. 4 წელი მასალა, ქვა, ნაიმ ქვიდან აკეთებდნენ ფიქალი, ქვა ხო იცი? ესეთი ფიქალის ქვით აკეთებდნენ მოვალურ სახლებს ასე კონუსებურად და მაგას წვავდნენ 2 კვირის განმავლობაში იწვება ეს ფიქალი. დღე და ღამე. აი აქედან გამოდის მერე პირქვა. სემენტზე უფრო 1000-ჯერ მაგარი. და მაგითი აკეთებდნენ. მერე კვერცხს სურევდნენ, კვერცხის ცილას აქ. ქვიშა და აი საუკუნეების განმავლობაში დგას ასე. რაც უფრო დრო გადის მაგრდება. ხა. თავარია ზემოთ უნდა იყოს გადახურული. როწვიმა აწამოვიდეს. ეხლა მაგ როგორ ნარჩუნდება? თბილისში 2 დღე აქ არავის არ უშევ ჩვენ. იკეტება ეს მუზეუმი, აქ ვანთებ ცეცხლზე ამ ადგილზე. ფანჯრები იკეტება ყველა და 2 დღე და ღამე აქ ცეცხლი არის, კვამში არის ეს რომ მოხდეს კონსერვაცია. კვამი რომ შევიდეს ამაში, წინესწარ ამაგრებს და რომ ასე ნარჩუნდება, გამიგე? შებოლოა რა. ძალიან საინტერესო არის. ასე ჩემო რა ვიცი. თუ გქონდა თქვენამდელი ისტორია განაგონე, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ მქონდა და არ მქონდა ბევრს არ იქნებოდა. ქართველებს მარტო ვაჭრე, მიდი დაჭიქრა და სვანებს გაუმარჯოს და სვანეთს გაუმარჯოს და თქვენ გაგიმარჯოთ კიდე. თქვენ გაგიმარჯოს ჩემო კარგო, მადლობა რომ გაინტერესებს ასე. რაც შეეხება ესე კი ამ სიტუაციას, მასტერ კლასი კეთდება. ბუდარი ხაჭაპური გიო იქა. ყველაფერი სვანური მარილი. მე ოღონდ სვანური სტილზე ეს კი არა რაღაცა ეხლა ინკა და რაღაცები, სვანური რაც. სვანური? რაც ხდება ამ სიტუაციას. ესე იგი შეგიძლიათ მოხვიდეთ, ნომერს ამოვანათებ და ძალიან კარგი ადამიანი არის. სტუმართ მოყვარე, კიდე რა შევატყვე, იცი, აქ ყველა მოსულ სტუმარს თავის ჭაჭას ასმევს აგერ. აი. ყველას რომ მოხვალთ, იცოდეთ, აქ უპატივცემულო არავინ არ დარჩებით. მაინც აქ შემოსვლა რა ღირს, რომ ქართველებისთვის არის ძალიან ესეთი დაზე უფასოდ მოდიან აქ მაგაზე მოსწავლები და რაღაცები. ესეთი გართულება არ მაქვს. ჩემთვის თავი არის რომ უხსნი, ჩემი ისტორიას აქ და ჩემი გვარის და ჩემი ეს არის ჩემთვის თავი. მე იმაზე არ ლაპარაკი ხლა რა ეს გადახდა. რო შევატყობ რა და არა საჭირო მიდი გენაცო პირიქით. აუხსნი დალიე შეწამე და წადი გენაცო ჩემი თავი. წამდგინე 5 ლიტრა მიდის ჭაჭა და 10 ლიტრა ღვინო. ზოგიერთი ამაზე იმას აკეთებს და მე არა, მე ესეთი სტუმარს როგორ უნდა ცეპატის ხან არა დიას. ამნაირი მართლა წადი ძმაო. სოფლიოში ერთადერთი შეიძლება იყოს, რა ვიცი, გაგიმართოთ თქვენმა. მადლობა. ძალიან საინტერესო არის და ასე რომ აცნობ თქვენ ხალხს, მართლა თქვენს მართლა უნდა იცნობდეთ რატიანებს და რომ მოხდებით მესტიაში ეთნოგრაფიული მუზეუმი. მოდით აქ, იკითხეთ ყველა მიცის სადაც არის. თან გამოხედეთ და ორი კოშკი დგას, დაინახავთ, თან თეთრი კოშკი არის, ეს ყველას თეთრი არის და მიხვდებით სად უნდა მოხვიდეთ რა. აბა ჩემო გიო. გაგიმარჯოს. ღორმესი მადლობა თქვენ, რომ ასე გაინტერესებთ ჩვენი ეთნოსი, ჩვენი სვანური ქართული. თქვენ შემოგიოლოთ ჩემი თავი. ჯანმრთელობა, წინსვლა, სიკეთე თქვენი ოჯახები, თქვენი შემადგენლობით ამ მე-10 საუკუნის საცხოვრებელი სახლიდან, ესე იგი მუზეუმი და რატიანების მე თქვენ გლოცავთ. უღრმესი მადლობა თქვენ, განსაკუთრებით თქვენ საპიროვნებას. თქვენ გაგიმარჯოთ და თქვენ გაგიმარჯოთ კიდე. გაიხარეთ გენას. გილოდები ყოველთვის გამიხარდება თქვენი მოსვლა. კარგად იყავით, გაგემშვიდობებით. კარგად. აბა კარგად. განაგონი მქონდა სვანების სტუმართ მოყვარეობაზე და რაღაცნაირი ხალხი არიან და მართლა მოლოდინს გადააჭარბა ყველაფერმა. წავიდეთ ახლა ჩვენ და სხვა რაღაცეები ვნახოთ, რისი ნახვა შეიძლება აქ. წავიდეთ. დაგვაღამდა და აი ასეთი სილამაზე დაგვხვდა. თეთრ-ნულდის ფონზე განათებული კოშკები კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ და ამ საოცარ ადგილს ლამაზებდნენ. გამოვედით, აგერ საღამოს და რაღაცები დავათვალიეროთ, რა ხდება მესტიაში.
აქანა ჩამევედით, უდი წამევიღე მაინც მოსაცმელი. მაინც მაინც მეთქვი იყოს მაინც რა არის. ერთი სიტყვით სიცივი არის აღამოს განსაკუთრებით. თოვლის სუნი არის ყველგან. ძალიან შეიძლება ამ საფხულში რომ ასე გცივა. დღეს ბევრი ვერაფერი მოვასწარით და ყვალ გვაქვს ძალიან მაგარი ტური დაგეგმილი. და მივდივართ ფეხით, რომ გაჩვენოთ მთელი სანახაობა ირმანაფერი წიწუნებს კიდე იგით რომ გაჩვენოთ. არა მინდა იცოდეთ რომ ფეხის კუნთი მაქვს საერთოდ გაჩერებული მარცხენა. რომ მაგარი კლუბური სიტუაცია გაიწუდა, ნახე? ზიმი იქნება რომ 20-23 წლის ბავშვები და შეგახები წლის როგორც რა. მაგი არ არის საჭირო. მე ვარ ახალგაზრდა. Forever young. ერთი სიტყვით ხვალ მივდივართ ქორულდის ტბებზე. ავირჩიეთ ყველაზე რთული გზა. უნდა წავიდეთ ფეხით. რა შეგიძლიათ მანქანითაც წახვიდეთ, ღირს 300 ლარი. ეგ არის მერყევი რა, ჯოგი 300 ამბობს, ზოგი არ ვიცი, შეთანხმებაზეა დამოკიდებული, რა ფერ შეთანხმდებით. ჩვენ ერთი სიტყვით გადავწყვეტეთ, რომ ფეხით წავიდეთ, ჩვენ სადაც ვართ სასტუმროში ძალიან კარგი ადამიანი და იმანაც გვირჩია, რომ ფეხით უნდა წახვიდეთ, იმიტომ ძალიან მაგარი სანახაობა არის ფეხით, რომ მიდიხართო და მანქანით პირდაპირ მიხوارთ იმ ადგილზე და всё. აბილიარდოც არის, მაღაზიებიც არის. თუ ფიქრობთ ვინმე რომ ჩამოხვალთ და არ არის არაფერიო, არ არის მასე, ყველაფერი არის აქ, მაგნიტი. ხვალისთვის ვიმზადებით, ვიყიდეთ რაღაცეები, ჩვენი პირველი ლაშქრობა არის. და არ ვიცით რაები დაგვჭირდება, ყალი ვიყიდეთ 4 ბოთლი, იმედი აგვეყოფა. ლუდი ვიყიდეთ, რომელსაც დღეს დავაგემოვნებ და წავედით ახლა სახლში და სახლის ხედს გაჩვენებთ. რანაირი ხედია ირმა? ისეთ ორი ხედი გვაქვს. იქეთ მთის და აქეთ კოშკების, მაგრამ ახლა ხები გამალული არიან. დიდი გამოანათლება. ლუდი, ჩემი მეგზურია ყველგან და დასაყოლებელი გიგი. აი, ეს არის ჩვენი აივნიდან ხედის საღამოს. всё, ახლა დაგემშვიდობებით და მაგარი მიყვარს ეს ხმა. ლუდის კომპანიებს შეგიძლიათ შემეხმიანოთ. მოვიგდებით. ყველა ლუდი კაი. რა განსაკუთრებულად კარგი თქვენი ლუდი გახდება. ახლა მე ვემზადებით ირმასთან ერთად ახლა მექნება პირველი ლაშქრობა და ძალიან არასალაშქრო ადამიანი არის. შეატყობდით ალბათ და ვნახოთ ხვალ გაჩვენებთ სად უნდა ავიდეთ და მაგის შემდეგ კიდე იმისიქეთ კიდე გზა ყოფილა და ხვალ შემოგეხმიანებით დილას. წევით. დილამ მშვიდობის მეგობრებო. აი იქ უნდა ავიდეთ ჯერ. თუ ვართ. მე ამ ფასადს დავლაშქრავდი, მაგრამ ჯერ ის მოვსიქებ, როგორ გამომივა. ვემზადები სალაშქროდ. მე გადავწყვიტეთ ჯოხები გვინდა თუ არა. მე ვფიქრობ, რომ მინდა. შენ რას ფიქრობ? ბატონმა დავითმა მე აგერ არწივის თავიანი ჯოხი მომცა. აი ირმასის ჯოხები და მე ეს ჯოხი. ეს რატო იცი ამას ცხოველებს დაანახებ და გარბიან, ეგ ეშინიათ, ვერ გებულობენ რა არის. იქ ავდივართ. ყადაობ, რა თქმა უნდა, იქ არ ავდივართ. ახლა გაჩვენებთ დამწყები მოლაშქრის სეტაპს რა. ეს ჯოხი ხო ნახეთ, არწივის თავიანი. დავედით. ფაში მივდივართ ამ მთის წყალი. მეორე შიგნით კიდე ორი ცალი წყალი. დრონი, ორცხობილები, ლობიანი. всё, რავი, ესაა დამწყები. ნახე მეჩავდე. რა? შეფრის მნიშვნელოვანი. წინ საათ? აიბა. ეს რა არის? ეს რა არის? მე პომადიზა რუბნერის გარეთ ვერცად ვერ წავალ ვერალზე. ყველა უნდა მათრევ, თაში მივდივართ პომადით და რომიანით. სახთან ცოტა მოშორებით ვართ, მეზარებ ამ გენის დატოვება, მაგრამ არ დამამძიმებს ალბათ. წევით. იწყება ჩვენი აღმასვლა. და ვნახოთ შევძლებთ თუ არა მისვლას ქორულდის ტბებამდე. გზა ძალიან ხნეთ დაიწყო ირმამ.
მაგრამ აი ამ აღმართის შემდეგ და სიცხის შემდეგ, რომელიც ძალიან ართულებდა ყველაფერს, რაც მოსალოდნელი იყო, ზუსტად აი ის მოხდა. ამ ლამაზ ფონზე სამი ჯოხით ჩემი ქმარი მაიძულებს რომ თქვა ახსარება. მე ირმა კებრაძე ვიქნები. მე ლოს ჩმორი ვერ ვიქნები, მაგრამ ცხოვრება. ამ მთაზე ვერავარ. არ შემიძლია. რამდენიც ვერავიდა და აპირებდა ოლიმპის კომისიას. ახლა სადაც უნდა ჩავიდე, ისიც არ შემიძლია. ძალიან დავიღალე. გავაგრძელოთ ისევეს ჩემი საქმიანობა, რაც არის ისევეს ფუდ ბლოგერობას მივაწვევით. ლადადუნილი არ ყოფილა მთაზე ასვლა, მაგრამ რა მე შემიძლია გავაგრძელებდი. არ მომყოფა ირმა და რა ვქნათ ახლა. წევით ახლა ქვემოთ და ბარში რაცაა დასათვალიერებელი, იგი დავათვალიეროთ რა. ამ ვიდეოს მერე მოუწადეთ, იქნება სვანური საჭმელების ვიდეო. და ძალიან საინტერესო იქნება. მადლობა ყველას. წევით ახლა, შევიდეთ ქვემოთ. რა ვაიმე, რა ხდება? გასვლა უფრო ძნელია. ვაი. ორბუზები არ მიგუშავებს. დანებ დაირმა რა და რა მაგარ გულზე იყო დილას ხოლე ინახეთ. მე ამ ხალხს დავლაში კრავდი, მაგრამ ჯერ ის მოვსიტებ როგორ გამომივა. წევით იძერეს ქვევით. ჩასვლითაც ვეღარ ჩადიხარ? აი ვქენი რომ მეტი ზემოთ აღარ ვიყვანე თუ არა, ჩემი ჩამოსაყვანი იქნებოდა მე ქვევით. უკანა გზაზე სვანური მარილის ყიდვა გვინდოდა და ძალიან საინტერესო ადგილს მივატეკით. სვანური მარილი გვინდა? Google საძიებო ველში. რაინაზე წარმო ჩავწეროთ ქართულად სვანური მარილი. რუსულ სვანსკაი სოლათინურად სვანტინ საუთ. და ეს რაღაცა პროდუქტს რო ვეძებთ მდებარეობის მიხედვით ხო ვეძებთ. პირველი იქნება ჩემი სვანური მარილი. რა სუნია მოვიდა. აი მე მაქსარანაირი სუნია. ია სვანური მარილი ესე იქნება აუცილებლად Google-ის საძიებო ველში. ეს როდესაც ესეთი ოქროსფერია, ის შეიცავს 8 სანერებელს, ეს არის უცხოსუნელი, ქინძი, ძირა, გიცრული, ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა და კამო. 40% მარილი შესაბამისი. 40% მარილი აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან მარილი კონსერვანტია და თვითონ უნდა შეინახოს ეს სანელებელი. თუ კი აჭარბებს 40%-ს მარილი და 60%-ზე ნაკლებია სანელებელი, ამ შემთხვევაში შეხვდებით წითელს, ყვითელს, რუხს, თეთრს და უამრავ ფერს, მაგრამ როდესაც კიდევ ერთხელ გიმეორებთ, როდესაც ესეთი ოქროსფერია, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ის კლასიკური ვარიანტი სვანური მარილისა, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად კეთილსინდისიერად მოზადების შემთხვევაში უნდა გამოიყურებოდეს აი ასე. ყველა არაკეთილსინდისიერი მაგ და ნახე მე ასე გამოდის. ქუთაისში ჩვენთან ჩამოდის არასვანური მარილი ასე გამოდის. ეს არის კულტურული მემკვიდრეობა და აი ფულის გამო ამის კეთება მე მგონი დანაშაულია. ტაბუ დადებული თემაა ეს და მე რო ჩამოვა და გასინჯავს არ ვარ გავიტყვის. ანუ მე ყოველს თავაზობ დაგემოვნებას, თუმცა მას იშვიათად აკეთებენ. მე ვაგემოვნებინება რიცოდენ, აი რას იცენ, რა არის, რა შემადგენლობისა. ჩამონათვალში თქვენ ალბათ ყურში მოხვდებოდეთ ესეთ განსხვავებული და ნაცნობი სიტყვა არის ანალიზებში გიცრული. რომელიც ვიზუალურად ნახეთ აი ეს ყოფილა გიცრული. კი ბატონო. აი ეს არის განსაკუთრებულ გემოს რო აძლევს სვანურ მარილს და რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სვანური მარილის შემადგენლობაში. დაგემოვნეთ დავაგემოვნებ. მათხოვეთ ხელი შედარების ვასევიძახი. შედარების სუფთა ადგილი აი ესაა. თქვენ რა არეხები აზე რაღაც რა ვიცი. აი ესეთი ადგილია, გონახეთ. და ეს გრანულება დააგემოვნე და აი პაწაპაწარა მარცვლება რაც. ურა მაგარი სუნია აქ ესე. საერთოდ განსხვავებული. ხო. ეს რა არის? სვანურ მარილში რო გემოს იჭერთ რაღაცნაირს, და ბოლოში რომ მოდის, ამას აქ თავიდან ბოლომდე მაგის გემო და ძალიან გემრიელი არის. რა ღირს? ნახეთ 200 გრამიანი შეფუთვარი და 6 ლარი უწევს ამას. წავიღოთ ყველაზე მაგარი სვანური მარილი ქუთაისში. შევწვალ კარტოფილთან, სალათა ნებისმიერ სალათასთან. კიდე აი მაგალითად ბოსტეულის წვნიანს რომ მოამზადებ. ბავშვებს უყვარს სპაგეთთან ერთად. ძალიან გემრიელია ყველაფერი, მე დამიჯერებ. ნუ იმის გემო ახალს მაქვს. აი ეს სხვანაირი გემო ამას აქ ხო გიცრულს. აი გიცრულს აქ ის განსაკუთრებული გემო. ის გემო მაგ დამჩა პირში. რა კაი ადგილს მომაგენი.
ესე შემთხვევით. ეგად. რა ხდება მა? ლაშქრობაზე წასვლა კი არა. ლაშქრობას სიტყვასაც არ ვახსენებ მე მგონი. ძალიან დავიღალე. არა და აი იქ ვიყავით ასულები, აი იმ შენობასთან. იმ აღმართს უძახიან თურმე დაწყევლილ აღმართს ჩვეროები არეთ და მაგის მერე თურმე შორი კი არის, მაგრამ ისეთი აღმართები აღარაა და პროადვილად ახვიდოდი თუ ასე თქვენ. არა რა ვქნათ დანებდა ირმა და აი ამ კრახს, ჩვენ კრახს არ ვიცი ჩავსვამ თუ არა, მაგრამ ნახოთ. წავიდეთ ახლა უშკულში და უშკული დავათვალიეროთ. აწი ჯიპით წამოვალთ და ნახავთ ყველაფერს ეს ინახვა შეიძლება. ვინც მოხვდებით მესტიაში, დაგიწერთ აგერ ნომერს, აი ეს ნომერია, დაუკავშირდით და დაგეხმარებათ ყველაფერში, რაც არ უნდა დაგჭირდეთ, ყურები გინდა, დაკვალიანება გინდა და ისედაც ძალიან კარგი პიროვნება არის. მადლობა კიდე აქედანაც. მოკითხვა აქედან დათოს, წავედით ახლა ჩვენ ერთად უშკულში. აქ მარტო გზა არის, სანახაობა ისეთი ლამაზი გზა არის. მესტია უშკულის გზაზე არის, გულის ფორმის კიბე, სადაც შეგეძლიათ სურათები გადაიღოთ. ერთმა პატარა რაღაცა, რამხელა რაღაცა შეცვალა ამ ადგილისთვის, აი შეხედე რაღაც შეგეძლიათ, უცებ მოხვიდეთ, ფოტო გადაიღო. ჰოპ, ძალიან ლამაზია. ირმა ახლა მშვენიერ ფოტოებს გადაიღებს აქ არა. რა ლამაზ ხედზე გამოდის ფოტო შეხედეთ. აი, კაი მოფიქრება. ადი მიდი ზემოთ აბა. მე მინდა გითხრათ, რომ სვანეთში ჩემმა მოგზაურობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ხედი არის ულამაზესი. ყველგან, სადაც გაიხედავ, სხვადასხვა პეიზაჟი იქნება. მესტიიდან რო გამოხვალთ, ცოტა ხანში არის ეს გული. მშვენიერი ადგილია მართლა ფოტოს გადასაღებად ინსტაგრამისთვის. ირმამ კი გადაიღო, ნახავდით, მაგრამ მე არ მიყვარს ფოტოების გადაღება ხოლმე. მოვედით სიყვარულის კოშკზე და 2 ლარი ღერს შემოსვლა. ნიაგულის და უტიას ისტორია ყველანი იცით, მე მგონი მე აღარ მოგიყვებით. წამოვშევიდეთ კოშკში და ვნახოთ. საინტერესოა რამე ზემოთ? არა, ასეთი ორი საინტერესო. რამე არის საინტერესო ზემოთ? არის მომთები რომ მედი შემეშინდა. ჩამოსვდი. შენ არა მოხვიდე. ნუ ვეღარ ჩამოხვიდე. ჩემ ბაღანა ამეგონა. ექსკურსიაზე ხართ, ხო? ხო. საიდან ხართ? ბათუმი. ზემოთ რა ხდება? მოვიდეთ ვნახოთ. ჩაულებრივი ასეთი ყველა ის. მე ბაღში ვივიდე და კიდევ გავხები. თავში შეუძლებას ვერ მივცემ რომ აგენცადაცა იქ რო არ ვიყო. აჰა. მეორე სტარტული პინ განახეთ, მესამეც იგივეა, მეოთხეზეც იგივე არის. აი დიდათ არაფერი არა, აქანა სანახავი, მაგრამ ეს დიდა რომ მიდიხართ უშკულისკენ, მაინც უნდა გააჩეროთ და უნდა ნახოთ ამ ადგილს, იმ ისტორიას, რომ მიამბავ, რაც აქვს, უფრო საინტერესოდ გამოჩნდება მე ყველაფერი. წევით ახქვევით. ეს კოშკი ყოფილა ქურდიანების საგვარეულო კოშკი. წევიდეთ უშკულისკენ, იმედია გზაში კიდე არ მოგვიწევს ბევრი გაჩერებები, მაგრამ როდის ჩავალთ, კაცი შვილმა არ იცით. სიყვარულის კოშკიდან უშკულამდე ძალიან ლამაზი გზა გამოდგა. გაითვალისწინეთ, ზოგი ადგილი გადათხრილია, მაგრამ პატარა მანქანითაც გაივლით ისე არის. ცოტა სიარულის შემდეგ ჩავედით უშკულში, ადგილზე, რომელიც სურათი გეგონებათ, ისეთი ლამაზი არის. რა ლამაზი ყოფილა უშკული, მართლა ვერ წარმოვიდგენდი ამნაირი ადგილი თუ ქონდა საქართველოში. რა ძალიან ლამაზი დასახლება არის, ეს კოშკები, ეს ყველაფერი. უშკული არის ზღვის დონიდან 2300-2200 მეტრზე და შხარას ძირში არის. და სახელი არის შერქმეული, უშიშარი გულიდან მოდის ამის სახელი და მართლა უშიშარი უნდა იყო, რომ აქანა დასახლდე, რა ვიცი. ამ სიმაღლეზე და მუდმივად რო ცხოვრობ, რა წლების განმავლობაში ევროპის ყველაზე მაღალი მუდმივ დასახლებული პუნქტი იყო, მაგრამ უკვე მეორე არის. ძალიან კაი არის, კაი ამინდი დაგვემთხვა და შხარა ჩანს ბოლომდე. აი. შხარა არის საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი. მოდი ახლა ზემოდან გადავხედოთ აქაურობას. დავით. ეს არის თამარის კოშკი. გადმოცემის თანახმად თამარს იმდენად უყვარდა უშკულის მწვანე მინდვრები, შხარას მყინვარი და სვანების თავისუფალი ცხოვრება, რომ ზაფხულს ხშირად სწორედ აქ ატარებდა. ეს გასასვლელი არის ყველაზე ლამაზი გასასვლელი მთელ მსოფლიოში. შხარას ხედზე აგერ კოშკი და ულამაზესი არის რა. შეხედი აქეთ რა ლამაზი ხედია.
კამერა გადმოცემს ამ სილამაზეს? ვერა. ვერა. დრო რო გქონდეს, აქ უეჭველი ცხენების ტურით წავიდოდი შხარაზე. ყველა მიცით ალბათ რა ფილმით არის. პირველზე, 3-ზე, 5-ზე, 7-ზე და 9 საათზე არის კინოჩვენებები და თან შეგნით არის მუზეუმივით შეგიძლიათ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ. მე კიდე ახლა დრო არ მაქვს, ცოტა უნდა მოვასწროთ რომ არ დაგვაღამდეს. დღეს ბრუნდებით ქუთაისში. წავედით. გამარჯობა. აქ ცხოვრობ ხარ? კი. ძალიან ლამაზი. ფულია ცოტა ისე აქამდე რაღაცების ამოტანა, მაგრამ ძალიან. კარგად გიტავ. ლამარიას მონასტრის გზაზე ულამაზესი ხედები გადაიშალა. გზაში შეხვდნენ ფრანგი ტურისტები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ უშგულში ადგილობრივი სიმღერების სასწავლად. აი ასე აგროვებენ სიმღერებს საქართველოში. მათ ვთხოვეთ, რომ ერთი სიმღერა შეესრულებინათ და აი ახლა ამ სიმღერას შემოგთავაზებთ. Sedeko sihe mahaloda Sedeko sihe mahalo Ashene bulo gwisaoda Ashene bulo twisao Dadian chembo utvriaoda Daria utvria Tumedga khiha dankviaoda Tumedga Sedeko sihe mahaloda Sedeko sihe mahalo Bravo. Is talking about a fortress, a chateau of Sedeko. It's a tower. აქ საუბრობს სიმღერის ტექსტზე, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება. ჰორიზონტს მეორე მხარეს, ვინც ხარ, მოდი ჩემთან. ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ, მაგრამ მაინცო. Have the courage to meet really even if we are different. აქ ვეუბნებიან, რომ საფრანგეთში აქვს ტრიო და მათ ტრიოს ქვია ნაწნავი. Means the braid, you know. You know the la tresse, it means the one when you do like that. ნაწნავი. Naznawi. So that's the name of our band. In French it is tresse. La tresse. In Georgian language it's Naznawi. So that's the name of our trio. ან ლამაზად ღერიან და უხდება აქაურობას. Thank you. მადლობა. გაიხარეთ. იპოვეს უშგულში ადამიანი, რომელსაც შეეძლო სიმღერა, მაგრამ აი ამ სამწუხარო ამბის გამო ვერ ასწავლა სიმღერა, მაგრამ მესტიაში გაუშვა ადამიანთან, რომელიც ასწავლიდა მათ შემდეგ სიმღერას. ბევრი სიმღერა არის, მაგრამ არავინ არ მღერის და გაშლებული ხალხი. სვანური სიმღერები, უშგულის სიმღერები. აქ ფერხულს გავდიოდი, 7 ფერხულს გავუძღვებოდი წინ მე 7 ფერხულს. 30 ადამიანი, ქალი ბიჭი. მე რეკიდან დაიწყეს სიკვდილიანობა 1000-ნაირი და ამის გამო უკვე შეწყდა სიმღერა.
რამოდენიმე თვე არ ვიყო რომ არ მიმღერია არა ვახოსთან ჩავли ფილფანთან ვახოსთან ჩემ უთხრა როლანდი ჭელძე გამოგუშვა ჩვენ შენთან თქვა და იმანეს უშხურის სიმღერების რეოერო არის მესტის კი არა უშხურსა უფალია კი ტყეში უფალი იმისია სიმღერა უფალი ჩემი დედულებს უფალია მომკიდვარი ისინი არ დედულები ხაჭვანები და მე ბადიში ვარ იმასე და ჩერის მითა მას დაწყებული ეს რეოი ისე სულ აქ ხართ თქვენ აქ ცხოვრობთ ხო მე აქ ცხოვრობ შვილი მყავს თბილისში ცხოვრობენ ზამთარში გადის ახალგაზრდობა მთელი ხალხი და ახლა შემოსეულია ყველა რა ტურისტი მოყვებიან ტურისტი წავა ესენი სწავლენ დავრჩებით 2-3 სული ოჯახში სოფელში ვინ აი დედასა მადლობა კაჩავს გენაცვალი მე კაჩავს ჩადი მისტიაში ამოვედით ღვთისმშობლის ტაძარი არის დედათა მონასტერი არის და სიტყვები არ მყოფნის იმნაირ ძალიან მაგარ ადგილზე არის ულამაზესი ხედები არის აქედან შხარაზე უშგულის ლამარიას ეკლესია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული სალოცავია სვანები ლამარიას განსაკუთრებულ ძალას მიაწერდნენ და საუკუნეების განმავლობაში აქ ინახებოდა ძვირფასი ხატები და საეკლესიო საქანძური. შხარას ფონზე აღმართული ეს ტაძარი დღესაც უშგულის სიმბოლოდ ითვლება და თითქოს დროის მიღმა დარჩენილ საქართველოს გვახსენებს. აი მეგობრებო, ამნაირი გამოვიდა ჩვენი სვანეთის ტური. მე ძალიან მომეწონა, იმედია თქვენც მოგეწონათ. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა სვანეთზე და სვანებზე. მე ამ მოგზაურობამ თქვენ დამიწერეთ თუ ხართ სვანეთში ნამყოფი და თუ არა ხართ აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ, იმიტომ ულამაზესი არის ყველაფერი. კაი, ახლა დაგემშვიდობებით ამ ლამაზი ადგილიდან. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.